აჭარაში თურქეთის ქალაქ კახრამან მარაშის 21 კაციანი ინვესტორთა დელეგაცია იმყოფება. თურქი ბიზნესმენები 3 დღის განმავლობაში რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, რის შემდეგაც ისინი კონკრეტული მიმართულებით ინვესტირებას მოახდენენ. დელეგაცია, რომელსაც მარაშის სავაჭრო პალატა ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია ბიზნესმენებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის, სასტუმრო ბიზნესში მოღვაწეობენ. ვიზიტი გამოხმაურება აჭარის მთავრობის აპარატის თურქეთში რეგიონებში ვიზიტისა, რომლის დროსაც რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა მოხდა. თურქულ დელეგაციას დღეს აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა გუმბერიძემ უმასპინძლა, რის შემდეგაც დელეგაციამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა. ჯგუფი გაემგზავრა თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში, რათა მოეხდინა აჭარის პრეზენტაცია, იმ ცვლილებების და იმ წინსვლების პრეზენტაცია, რაც მიმდინარეობს დღეს აჭარაში. ეს არის პირველი გამოხმაურება ამ ჩვენი ვიზიტის შემდეგ. დაახლოებით თითო ჯგუფმა მოიარა 16 დიდი რეგიონი თურქეთის და არა მარტო დიდი რეგიონი. ეს არის ერთ-ერთი პირველი გამოხმაურება, ანუ საპასუხო ვიზიტი იმ ქალაქებიდან, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ. მარაშის სავაჭრო პალატამ რეგიონის მთავრობისგან აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია და მოწვევა 3 თვის წინ მიიღო ქართული დელეგაციის თურქეთში ვიზიტისას. ეს საპასუხო ვიზიტია. პალატა პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ჩამოვიდა და ამ 3 დღის მანძილზე უფრო დეტალურად შევისწავლით კონკრეტულად, რა მიმართულებით იქნება შესაძლებელი ინვესტიციის განხორციელება. აქ არიან ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობის სექტორით, მსუბუქი და კვების მრეწველობით. იმედი გვაქვს, რომ აქ მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ ჩვენი ბიზნესმენები მალე დაიწყებენ ინვესტირებას აჭარაში.